უალტერნატივოდ მიიჩნევს დავით მიქაბერიძე საქართველოს დელეგაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ. ზესტაფონის საკრებულოში მმართველი პარტიის უმრავლესობის წევრის თქმით, საერთაშორისო დოკუმენტის დათქმები მიუღებელი და საფუძველს მოკლებულია. დავით მიქაბერიძის განცხადებით, მისი შინაარსი უგულებელყოფს 1,100,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მმართველ გუნდს. მოთხოვნა დაუჩნდათ იმისა, რომ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებდით აპრილში და მიიღებდნენ ასე ვთქვათ მათი წარმომადგენლები და კიდევ მარცხით დამთავრდებოდა ეს არჩევნები, ეს უნდათ მაგათ, ეს არის მოლოდინი მაგათი, მაგრამ ძალიან დაუცვლდათ იმები ჩვენი ასე ვთქვათ შეფასებით და განმოსახედით, არავითარი არჩევნები არ ჩატარდება, არჩევნები ჩატარდება 2028 წელში და ეს ქართველი ხალხი, რომლებაც ეს დაუჭირა მხარი, დარწმუნებული ვარ, რომ ის კურსი რა კურსი და ჩვენ დღეს მივდივართ, ჩვენს მეგობრებს ასე ვთქვათ, თანამეგობრობასთან ასე ვთქვათ, ჩვენ ევროპულ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ ზიაკარის რეჟიმი ყოველთვის ასე ვთქვათ, ამოქმედებული გვაქვს, ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იმ ასამბლეასთან დაკავშირებით, რომელსაც არც თუ ისე დიდი ფუნქცია გვაქვს, ეს დღესობით არავითარ ასე ვთქვათ, ნეგატიურ ზეგავლენას ვერ მოახდენს საქართველოსთვის. რაც შეეხება იმას, რომ ისინი თუ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას და ასე ვთქვათ, გააკეთებენ იმ განცხადებებს, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ აღიარონ ის დღის წესი, რაც არის ჩვენ ქვეყანაში და ზუსტად ასე ვთქვათ, თქვან ის, რომ ლეგიტიმური არის ხელისუფლება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დაბრუნებაც ხდება ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. ქვეყნის მომავლისთვის არასასურველი სიგნალის მატარებელი უწოდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციამ. მიხეილ ფოცხვერაშვილის თქმით, 29 იანვარს საქართველოს სამწუხაროდ ბოლო ევროპული ინსტიტუცია დატოვა. გუშინ სამწუხაროდ ბოლო ევროპული ინსტიტუცია დავტოვეთ, ეს არ მოხდარა შეუნაძის პერიოდშიდაც კი 1999 წლიდან ვარ ჩვენ ევროსაბჭოს წევრი და ჩვენ დავტოვეთ. პრინციპში ეს დატოვებაც კომიკური არის. ევროსაბჭო ისედაც გვრიცხავდა ჩვენ აპრილიდან, აპრილის თვიდან თუ კი არ შევასრულებდით ამ მოთხოვნებს და ბუნებრივია ჩვენი ხელისუფლება ამ მოთხოვნების შემსრულებელი არ არის და სანამ გვრიცხავდნენ ოფიციალურად დაასწრო ხელისუფლება და თვითონ დატოვა ბოლო ევროპული ინსტიტუცია. ეს იქნება ბუნებრივია სახელმწიფოსთვის უმწვავეს და სახელმწიფოს მომავლისთვის ძალიან ცუდი სიგნალის მატარებელი. შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით საქართველოს დელეგაციას მანდატი აპრილამდე შეუნარჩუნდა. დოკუმენტში მთავარ მოთხოვნად ჩაიწერა ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. განცხადება დელეგაციის ხელმძღვანელმა თია წულუკიანმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ასამბლეაში მონაწილეობას კი მას შემდეგ განაახლებს, რაც დამოკიდებულება შეიცვლება. დასრულდება შანტაჟი, როცა კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა ხელისუფლებას ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს.